იმპორტირებულ პროდუქციებს გკითხავთ, სულ გვაქვს ყველა დიასახლის და არა მხოლოდ დიასახლის ეს რაღაცნაირი დილემა, რომ ქართული თუ შემოტანილი. ეს შემოტანილი არის ძალიან ლამაზი, ერთნაირი ზომის, დიდი, პრიალა და რაღაცა თვალი, მოკლედ ტყუდება და თვალი ჭამს, როგორც იტყვიან, ხო? რის ხარჯზე? იმპორტირებული პროდუქცია ხშირ შემთხვევაში, როდესაც იკრიფება ნახევრადმწიფე ან ყვახი მდგომარეობაში, რომ გაუძლოს შემდეგ უკვე ტრანსპორტირების დროს და ვადას და არ ჩამოვიდეს აქ ძალიან გადამწიფებული რაოდენობაში. გადაგზამწიფდება? გზაში მწიფდება. პლუსი რაც აქვს, ეს არის რომ შედარებით მეტ შემოწმების პუნქტს გადის. საზღვარზე როდესაც შემოდის, პროექტში მოწდება თანხლებით დოკუმენტაცია და შემდეგ უკვე ხდება ნიმუშების აღება და ლაბორატორიული შემოწმება. პარტიებად არის დაყოფილი ნებისმიერი პროდუქტი და თითო პარტიიდან თითო ნიმუშის შემოწმება ხდება. მოწდება შედარებით მაღალი რისკის მატარებელი პროდუქტები და მოწდება ასევე ისეთი პროდუქტები, რომლებიც ისეთ ქვეყნიდან არის წამოსული, საიდანაც ხშირად ხდება, შეიძლება იყოს დარღვევა. რომელია მაღალი რისკის პროდუქტები? გაყინული რაც მომდეს ქათმის ფილე რო ვახსენოთ, რაც იყო ერთი კვირის წინათ სალმონელა აღმოჩნდა და ისე უკან გააფრინეს. ხორცს პროდუქტები და ძის პროდუქტები, რაზე მეტი დაავადება შეიძლება ესეთ პროდუქტს ჰქონდეს, ვიდრე ხილბოსტნეულს.